ჩნდება მან ადამიანები და მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. ჩვენ დღეს მეორედ ვხვდებით პირდაპირ ეთერში სოციალური ქსელით და შემდეგში ეს გადაცემა აიტვირთება ტელეკომპანია PKTV-ს ეთერით, YouTube-ზეც, YouTube არხზეც და სხვა მედია საშუალებებით. დიდი გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრა რამდენიმე დღის წინათ გაიმართა. თქვენ გახსოვთ ეს ეთერი, ჩვენი 4-ეული შეკრება. მაშინ წამყვანი გადაცემის გახლდათ ბატონი დავით ჭაბუკაშვილი, ის დღეს ჩვენს გვერდით არის, მას არ მოგიდგენთ. ეროვნული მოძრაობის ღირსეული წარმომადგენელი, ხელოვანი და საქართველოს ვებებზე დაფიქრებული ადამიანი. თუმცა ეს ასე ვთქვათ, ტიკუნი შეიძლება ჩვენ ყველასე გავრცელდეს ბუნებრივად და ყველა იმ მაყურებელზე, ვინც ახლა ეთერში ბრძანდებით. ბატონი დემურ გიორხელიძე, ცნობილი ანალიტიკოსი, ექსპერტი, პროფესორი და დაუცხრობლად მოღვაწე მთელი ამ 3-4 წლის მანძილზე, რომ რაღაცა უკეთესი რამ გაკეთდეს ქვეყანაში. და რა თქმა უნდა, იდეის მხარდაჭერი, რომელსაც დიდი გაერთიანება ჰქვია. დიდი გაერთიანება ძალიან ბევრს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ სხვა გამოსავალი შექმნილი დღევანდელ სიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს უბრალოდ და მის მოსახლეობას არ გააჩნია. ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი, კლინიკა ესკულაპის გენერალური დირექტორი, დამფუძნებელი და ექიმი. ამ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი და თქვენი მონამორჩილი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი კიგლა გოგიჩია. აი ამ შემადგენლობით ვიყავით წინა შეხვედრაზეც, ვართ ახლა და ჩვენ მე და ბატონმა დავითმა ერთად გავცვალეთ როლები, რომ მოგახსენოთ და პირველი სიტყვა, სიტყვა ამ შემთხვევაში მას გადავცე. რატო? ბატონი დავითი აწარმოებდა ამ ჩვენი საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრიდან აუდიტორიის გამოხმაურებას, მოსახლეობის გამოხმაურებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით ემიგრანტული საზოგადოებიდან. მე ახლა პირველ სიტყვას მას გადავცე, იქიდან გამომდინარე და ვთხოვ, რომ გვითხრას, რა გამოხმაურება მოყვა. მე მარტო ერთ ციფრს ვიტყვი, მარტო იმ ლოკალურ გადაცემას მოყვა 80,000-მდე თუ უკვე მეტი ნახვა, გამოხმაურება და გაზიარებები 2,000 გადასცა. ეს აი ამ მწირ პირობებში, საინფორმაციო მწირ პირობებში ძალიან სერიოზული გამოხმაურება. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს გონიერი მოსახლეობა, გულგონიერი მოსახლეობა, ნაწილი საზოგადოებისა ელოდება რას? ქართველთა დიდ გაერთიანებას და თქვას, რა ვქნათ, სად გადის გადარჩენის გზა, ხსნის გზა და წავიდეთ ამ გზით. დავით ბატონი, უთხრათ საზოგადოებას, რა გამოხმაურება იყო, რა სეგმენტი აქტიურობდა, კი ბატონო და ასე შემდეგ. თხოვთ. საღამოშვიდობისა, ძვირფასო მეგობრებო, ყველას მოგესალმებით, როგორც საქართველოში, ისე ემიგრაციაში. ყველა ღელავს საქართველოს დღევანდელი ბედით, ამ დაძაბული სიტუაციით და ალბათ ჩვენს გვადევნებენ თვალს, რა თქმა უნდა, იმ კუთხით, რომ მოდით აღვნიშნოთ პირდაპირ, ჩვენი გაერთიანება ეს არის აბსოლუტურად ის, რაც მიზნად უსახავს ქართველ ერს, რომ აი ეს არის ნამდვილად წიაღიდან, ეროვნული წიაღიდან წამოსული. ჩვენ 32 წელი უყურებთ გარედან დანიშნული ხელისუფლებების მმართველობებს და ეხლა ეს კლანები ერთმანეთს უკიდურესად დაუპირისპირდნენ და ამაში ჩაითრე ეს მთელი საქართველოს მოსახლეობა, კატასტროფული დაპირისპირება, პირადად მეც უკვე აი ჩემ თავზე გამოვცადე უკვე რომ ახლობლები მიპირისპირდებიან, ვერ იგებენ რა პროცესები მიდის და ჩვენ აი ეს გაერთიანება სწორედ აი ამ კუთხით ავიღეთ ჩვენ თავზე რომ ეს გავაკეთოთ, იმიტომ რომ როგორმე იქნება ეს ქვეყანა გადავარჩინოთ და გავიყვანოთ სწორ გზაზე. მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, იმიტომ რომ ერში ნამდვილად არის ამისი დიდი მოთხოვნა, რომ უკვე გათვითცნობიერდა ქართველი ერი, რომ იცის რომ ეს არის
მარიონეტული ხელისუფლებები და ეს ხელისუფლებები ინიშნება ბრიუსელიდან, მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან და არა ქართველი ერისმიერ არ არის არჩეული, რომლებიც არასოდეს პასუხისგებელი არ არიან ხალხზე. ამიტომ ერში არის ეს სურვილი, რომ ეროვნული წამოვიდეს, ეროვნული ძალა შეიქმნას და შემდეგ ეს ეროვნული ძალა აიჩიოს ხალხმა, რომელიც მერე პასუხისგებელი იქნება აი ამ ხალხზე და ერზე. კი ბატონო. ამას ჰქონდა კი როგორც თქვენ ახსენეთ, დაახლოებით ესე 80,000-მდე ნახვა, 1600 ადამიანის მოწონე 1000-მდე გაზიარება, ეს ძალიან დიდი არის დღევანდელ სოციალურ ქსელში, Facebook-ზე, ეს ამხელა მონაცემები ცენტრალურ არხებს არა აქვს, თუ ჩვენ აგერ ნახავთ აი მთავარ არხებს და იმათ, ამის მიათედი არა აქვს ხშირ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავასკვნათ, რომ მოთხოვნა არის ერში ძალიან დიდი. ამიტომ ჩვენ ამ გზაზე რადგან შევდექით, მყარად ვართ და 31 მარტს ქართველი ერი იხილავს აი ამ დიდ ეროვნულ გაერთიანებას, რომელიც დაფუძნდება თბილისში და რომელშიც მოწვეული იქნებიან საქართველოს ყველა რეგიონიდან წარმომადგენლები. ეხლა მე მინდა გადავცე ბატონ დემურს, მაგას მე ვიზა. თქვენ წამყვანი მე შეხვედით როლში. ხო, მე წამყვანი სიმაში რო არ ხოლმე. გასაგებად. სასწაულებოდათ. მესმის, როგორც ხაზი გაესვა, ძვირფასო მაყურებლებო, ინტერესი დიდია, გონიერი საზოგადოება მართლა ჩაფიქრებულია, ძალიან სერიოზულად არის ჩაფიქრებული და ეძებს რაღაცა დიდ გამაერთიანებელს, რაღაცა საერთო იდეას და ხსნის გზას. სად არის ეს ხნის გზა? როგორ უნდა ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდა გავძლოთ ამ ზვიგენებით გარშემორტყმულ, ასე ვთქვათ, სივრცეში? ამისთვის ყველა თავისებურად ფიქრობს, აზროვნებს, მაგრამ ხედავთ, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე, ქართული პოლიტიკური ველი ბატონო დემურ დამოთანხმდა, ძალიან აჭრილია. ბრძოლა მიმდინარეობს წესების გარეშე და წესების გარეშე ბრძოლის შემთხვევაში ყოველთვის ზიანდება თქვენი და ჩვენი სამშობლო, თქვენი და ჩვენი სახელმწიფო. მიმდინარეობს არა ქართულ ძალებს შორის. და არა ქართულ ძალებს შორის. ყველა, როგორც დავითმა აღნიშნა, ვიღაცის ზემოქმედებით მოქმედებს, ვიღაცის გავლენით მოქმედებს. მე რა თქმა უნდა ბოდიშვიხდე იმ გულანთებულ კონტინგენტთან, რომელიც მართლა გულით და გულწრფელად რაღაცას გამოხატავს, გასაპროტესტებელი ამ ქვეყანაში იმდენია ჩემო ძვირფასებო, რომ მაგას ვერავინ ვერ დაითვლის, მაგრამ გონიერი მიდგომაა საჭირო, აქ სიფიცხე არანაირი შედეგის მომტანი არ არის. ჩვენ უკვე ვნახეთ დეკემბერ-იანვრის მოვლენები 91-12 წლების რა მოგვიტანა ვნახეთ, 2003 წლის ნოემბრის მოვლენებმა გადატრიალებამ რა მოგვიტანა ვნახეთ და მივდივართ სულ უფრო და უფრო უარესობისკენ. ბატონ დემურთან გადავდივარ ახლა ალავერს, ბატონო დემურ, თქვენ ძალიან საინტერესო, აი ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მოთელვაზე კიდევ ერთ შეხვედრა და სანამ ეთერში გამოჩნდებოდით, მან ძალიან საინტერესო იდეა მოიტანა, თუ რა პოლიტიკური წესრიგი და წესებით უნდა მოხდეს შემდგომში თამაში ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ბევრს გააოცებს ისეთი კარგი ნოვაცია, შეიძლება დღეს არ ღირდეს ამის გამო. ისმენ ბატონო. მოგესალმებით, მოდით კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რაზეც ბატონი დავითი, რაზეც ჩვენ ყველანი ვსაუბრობთ, ეს გაერთიანება უკავშირდება ქართული ხალხის გაერთიანებას. ჩვენ ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ, ეს არის პირველი დიდი პირველი. ანუ შევქმნათ ის ერთობა, რომელიც არ არის უბრალოდ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე მიბმული. საქართველოს ჯერობით ძალიან მდიდარია ხალხით, როდესაც აქამდე მივსაქმე ჩვენ ყველა რეგიონში მოვძებნით ბრწყინვალე ადამიანებს, რომლებსაც წინ წამოვწევთ და შევქმნით იმ ჯგუფს, რომელსაც მიეცემა პოლიტიკური საქმიანობის, მაგრამ ეხლა სხვა ეტაპია. ჩვენ ჯერ უნდა გავაკეთოთ ის, რომლის გარეშეც მომავალი არანაირ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვს, არ ქონდა და არ ექნება, დააკვირდით პოლიტიკურ პარტიებს. ან ბელადის ირგვლივი იქნება, ან და ხელოვნურად იქნება, როგორც მითამაშების ეს არ გამოვა.
და რა არის ამისთვის აუცილებელი რომ ჩვენ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. თუ ეს გაერთიანება და ამ გაერთიანებას უკუსულ არ ექნება, თუ მე არასწორად ვიხმარე, აუცილებლად გაკეთდება, მაშინ ეს ძალა, ან მოდით ასე ვთქვათ, ქართველთა ძალა, ქართველების გაერთიანების და მხარდაჭერის შემთხვევაში. მე შემიძლია გითხრა ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში. როთხი კაცი ვერაფერს ვერ გავაკეთებ. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მოძრაობებია ყველგან, კოორდინაცია გარკვეული მიდის ყველგან, რომ იცოდეთ, მოვა ეტაპი და ქართულად მომართული ეს ძალები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ ძალაში გარდაიქმნება, მაგრამ ეხლა მთავარი რა ისეთკენაც უნდა წავიდეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული პოლიტიკური ცხოვრება 3 ათეულ წელზე მეტია შეურაცხყოფელია თითოეული ჩვენთაგანისთვის. იგი არ იძლევა შედეგს, აგებული აბსოლუტურად არაკონსტიტუციურ რეჟიმებზე, აგებულია აბსოლუტურად გაუგებარი მიმართულებებით, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ გარედან დაფინანსებული პოლიტიკური ძალები, გარე ძალების მიერ მოყვანილი ხელისუფლებები და ასე შემდეგ, ყოველთვის იქნებიან ისეთები, როგორებიც არიან და უკეთეს არ უნდა ველოდოთ. სადღაც უნდა გაწყდეს ეს ჩაკეტილი წრე და ამ ჩაკეტილი წრის გასაწყვეტად ჩვენ გვაქვს ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რომელიც რომ გითხრათ, რომ მსოფლიოში არ გაკეთებულა თქო, ვერ გეტყვით, მაგრამ მთავარი არის თუ ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც ეს ქვეყანა ძვირად უღირს და უნდა ძალიან ძლიერი სახელმწიფო ააშენოს და ეს ძლიერების საფუძველი ყველაფერში არის, მაშინ ჩვენ როგორც კი ავიკრიბებით საკმარისად კონდიციამდე ჩვენ ერთ-ერთ ისტორიულ გამოკვეთილ ადგილზე გავაკეთებთ ორგანიზებას იმისა, რომ დიდი მრგვალი მაგიდა გაკეთდეს, ყველა მეტნაკლებად სახეზე მყოფი პოლიტიკური ძალა მნიშვნელობა არ აქვს, ის ლიბერალია, ნეოლიბერალია, თავარია შევთანხმდეთ თავარზე. ეს სახელმწიფო, ეს კულტურა, ეს ენა, ეს ხალხი, მათი ინტელექტი ზრდა, ჩვენი განვითარების საერთო მიმართულება დიდ მაგიდაც მივიძდეთ და შევთანხმდეთ ურთიერთობისა და თამაშის წესებზე. ეს უწესობა, ეს უზნეობა, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, რომელიც გამორიცხავს, როგორ შეიძლება საძარო სფეროში ადამიანი უზნეოდ იქცეოდეს და ვინმეს ჰქონდეს იმედი, რომ ამისგან პოლიტიკური შედეგი იქნება. არ იქნება, არც არის და ვერ იქნება. ჩვენ არ გვინდა არაფორმალური ურთიერთობები, ჩვენ გვინდა მკაცრი თამაშის წესები, რომელიც სულაც არ გამორიცხავს ერთმანეთში ხის დებატებს, ძალიან სერიოზულ დებატებს, ძალიან მწვავე დებატებს, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით. მე ვარ ნორმალური კონსერვატორი, ლიბერალის ადგილი იქნება, თავისი ადგილი ნახო. ყველას თავისი ადგილი ექნება, ოღონდ ჩვენ ერთი სახელმწიფო გვექნება, ერთი მიმართულება გვექნება და ჩვენ ერთმანეთს გავეჯიბრებით, ვინ უკეთ გააკეთებს. არ გამოგვივა ჩვენ, მოვა სხვა გააკეთებს. არ გამოუვა სხვას, წავა ის და მოვა სხვა. ეს უმკაცრესი შეთანხმება, რომელიც მთელი ქვეყნის წინაშე იქნება მიღწეული და გადაიცემა ყველა ტელევიზიით დარწმუნებული ვარ, იმიტომ ასეთ რამს. ამას გვერდს ვერ აუვლიან, რატომ ვერ აუვლიან, იცი? ვერ გაჩუმდებით. თუ ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მომავალი ძალიან სერიოზული გაერთიანება, მე მაინტერესებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავა. თუ წავა, მაშინ პირდაპირ თქვა, ის გარიყული იქნება პოლიტიკური პროცესისგან. ამიტომ აქ ძალა პოლიტიკაში წყვეტს ყველაფერს, ხალხის ძალას ვერაფერი წინ ვერ უდგება, ჩვენ გვჭირდება ეს ძალა, რომ დავალაგოთ ჩვენი ქვეყანა, ამას ვერავინ ვერ დავიდგა, ვერავით არის ამას ვენეციის კომისია და კიდევ ვიღაცები ვერ დაგვილაგებენ, ეს არის შეურაცხყოფელი ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული კულტურისათვის, მისი წარსულისადმი უპატივცემულობა, იმიტომ რომ ამ იურისტებს მინდა მიმართო, რა ვერ ისწავლეთ ამ კონსტიტუციონალიზმში. აბა რისი იურისტები ხართ, ვერ გავიგებ, მე სადღაც დადიხართ კონსულტაციებზე. ამიტომ თავარი
ჩვენ მივდივართ ამ ქვეყანაში იმ უმკაცრესი თამაშის წესების ჩამოყალიბებამდე, სადაც ყველას თავისი ადგილი ექნება, ყველა შეთანხმებულ ფარგლებში იცხოვრებს პოლიტიკური ცხოვრებით, ნორმები განაპირობებს, შეთანხმებაზე დაფუძნებული ნორმები განაპირობებს პოლიტიკურ ურთიერთობებს, ვერთმა ყველას ხელი მოუმართოს ამ ქვეყნის რომიტყვიანი განვითარებაში, ნებისმიერი სხვა ძალა, რომელიც შეეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს მომავალს, ძალა იმისია, რომ ეს პოლიტიკური ძალა შეწყვეტს თავის არსებობას. კიდე გეუბნებით, აქ რბილი საუბრები არ გამოვა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი შეურაცხყოფილი ვართ. ეხლა რომ დაალაგებული იყოს სიტუაცია. ეხლა ხო ხელისუფლება რაღაცას აკეთებდეს ისეთ, რომელიც მემკვიდრეობითობით იქნება გადაცემული, ჩვენ ყველანი ჩვენ საქმეებს გავაკეთებდით და თქვენ არ მაგრამ ეხლა არის უკიდურესი სიტუაცია. ჩვენ ვართ უფროსი თაობის ხალხი, უფროს თაობას არ აქვს უფლება, არ აიღოს თავისთავად ეს პასუხისგებლობა და ეს არ არის რაღაც კარიერისტული ბრძოლა, ეს არ არის რაღაც ჩვენ გვინდა ქართველთა გაერთიანება ამ სახელმწიფოს მომავლისათვის, ამ სახელმწიფოს მომავლის გადარჩენისთვის. დიახ, მომავლის გადარჩენისთვის ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაცრი თამაშის წესები, ქართული კულტურა ფანტასტიკურად გახსნილი კულტურაა, ეს ჩაკეტილი ქვეყანა ვერასდროს ვერ იქნება, არასდროს არ ყოფილა ჩაკეტილი. ჩვენ დავალაგებთ ყველასთან ურთიერთობას, მაგრამ ჩვენ ჯერ უნდა დავალაგოთ ქვეყანაში ურთიერთობა და შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველა მოქმედი პოლიტიკური ძალა ამოდის საკუთარი სახელმწიფოდან, საკუთარი კულტურიდან და ვერანაირი გარე ინტერესების გამტარებელი ვერ იქნება გარე ინტერესებს ჩვენ საერთო სახელმწიფოებრიობის ფარგლებში, ჩვენი ინტერესების შესაბამისად, ჩვენ ავტარკიული სახელმწიფო ვერ ვიქნებით, ჩვენ უნდა გავუწიოთ ანგარიშები, ყველას გავუწევთ ანგარიშს, მაგრამ ისე რომ არ დავაზიანებთ ჩვენ სტრატეგიულ მიზნებსა და ინტერესებს. ცალმხრივი სიამოვნება და ცალმხრივი უპირატესობა არ არსებობს. ახალ მეზობლებთან თავისი პოლიტიკაა, შორეულ მეზობლებთან თავისი პოლიტიკაა, გლობალურ მოთამაშეებთან თავისი პოლიტიკაა. და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე ჯგუფი, რომელიც ჩვენ რაიმე მითითებას მოგცემს თუ როგორ უნდა აეწყოს ქართული სახელმწიფოს ფარგლებში ეს ყველაფერი. აი, საით უნდა წავიდეთ. თუ ჩვენ ამ სიტუაციას მიუშვებთ და ასე გავაგრძელებთ და ვიღაცების იმედზე ვიქნებით, რომ არის ახალი ბელადი გამოჩნდება ან ძველი ბელადი გვიშველის, მაშინ ჩვენ სახელმწიფოს ღირსი არ ყოფილვართ და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფრთხეები და ამ საფრთხეებს მხოლოდ პროფესიონალი საკუთარი ქვეყნის მესვეული ხელისუფლებები თუ გაართმევენ თავს და უზრუნველყოფენ განვითარებას. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო დემორ. ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ მოისმინეთ ჩვენი ასე ვთქვათ ფუნდამენტური დამოკიდებულება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკურ ველზე გამოსული პარტიების, პოლიტიკური ორგანიზაციების, ჩვენ უყურებთ ყველა ერთად, ჩვენ არაპოლიტიკური სუბიექტები უყურებთ ყველა ერთად, რა დღეში ჩააგდეს მათ თქვენი და ჩვენი სამშობლო, როგორ ძიძგილაობენ, როგორ ვერ იყოფენ რაღაცას და როგორც ბატონმა დავითმა აღნიშნა, ასრულებენ ან ბრიუსელის, ან ვაშინგტონის, ან მოსკოვის, ან კიდევ ვიღაცა N ქალაქის შეკვეთას. რეგიონალური მოთამაშეების ასე ვთქვათ შეკვეთას, რაღაცა ქვემიზნებს და ასე შემდეგ. ქვეყანა გადავსებულია 1000 ჯურის მსტოვარით, ჯაშუში და უბედურებით ეს ცალკე თემაა, მაგრამ დღეს მოქმედ პოლიტიკურ სუბიექტებს და ძალებს თუ ქართველი ხალხი ინებებს დიდ გაერთიანებას, გონიერი ადამიანების დიდი თანამეგობრობა შედგება, რა თქმა უნდა, იმ გულანთებულ პატრიოტ ახალგაზრდებთან, რომელთანაც ჯაჭვი პრაქტიკულად მოქმედმა თუ წინა ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაწყვიტა, ხო ასეა და დღეს ძალიან ბევრი გულანთებული ბავშვი ვერ გრძნობს იმ სიღრმეებს და ბუნებრივია ვერც იგრძნობს იმ ქვედინებებს, იმ აისბერგულ დინებებს, რომელიც
ქართულ და მსოფლიო პოლიტიკაში დევს. ესენი ანთებურგულით გამოდიან და გონიათ რომ პროპაგანდის მსხვერპლები არიან და თქვათ რა ხდება, როგორ ხდება ამ სიღრმეებში არიან ჩასული. მოკლედ ეს დიდი ერთობა თუ შედგა და მაშინ პოლიტიკური მანიფესტზე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწევს ნებით თუ იძულებით ხელის მოწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ქართველი ხალხი აბსოლუტურ იგნორირებას გაუკეთებს, აბსოლუტურად თუ არ თქვათ, რახანს დავიწყეთ, ამას ჩვენ დიახ. იმეს გადავლეთ ბოლომდე მივივანთ. ეხლა რა ხდება? თავარი არის რა? თქვენი გამოხმაურება, თქვენი აქტიურობა. ითქვა პირველ საქმეზე, სახელი შერჩევასთან დაკავშირებით, მომხრეებთან დაკავშირებით, მეკავშირეებთან დაკავშირებით. ჩვენი საინფორმაციო ველი, ჩემი პირადად, ბატონი ზაქარიასი, ბატონი დემურის, ბატონი დავითის, ბატონი გიორგის, სხვების და სხვების, ჩვენ უამრავი მომხრე და მეგობარი გყავს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სადღაც რეგიონში, სიტყვაზე ვამბობ, რაჭაში ვთქვათ, აჭარაში, იმერეთში, კახეთში მივწვდეთ თქვენ იცით ეს ქართულმა ხალხმა, ვინ გიდგათ გვერდით, ვინ უნდა იყოს, ვინ უნდა გამოჩნდეს. გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ხალხთან საუბრის უფლება აქვთ, ქვეყანას ტკივათ, სამშობლო უყვართ და არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები. წაგვლეკეს ამ უცოდინარმა პოლიტიკანებმა, ბატონებმა ხომ აქვს ამის უფლება? კარგად დაფინანსებული. ხო, კარგად დაფინანსებულებმა და ღიბზე და ჯიბზე გაცვლიმა ხალხმა და ისინი ამ პრეტენზიას გამოთქვამენ. ბოლო 32 წლის მანძილზე ქვეყანაში პოლიტიკურად არც ერთ ორგანიზაციას, არც ერთ სუბიექტს პასუხი არ უგია. ამ დროს მილიონები აქვთ გატანილი თქვენი და ჩვენი ფული. ქვეყანა კატასტროფის წინაშეა მისული პრაქტიკულად, რეგიონები და ტერიტორიები დაკარგულია. არავითარი პასუხისმგებლობა არ არის. რატო? იმიტომ რომ ვიღაცას ბრიუსელი იცავს, ვიღაცას ვაშინგტონი იცავს, ვიღაცას მოსკოვი იცავს. ამოვიდა ბატონებო ეს ხელში. საკმარისია უკვე. დავფიქრდეთ და გავერთიანდეთ. ჩვენ არც ერთი ჩვენგანი გარდა ბატონი დემურისა აქტიურ პოლიტიკაში არ ყოფილა ბოლო 32 წლის მანძილზე და ბატონ დემურსაც მე იმიტომ ვენდობი და იმიტომ აქ მას ასე ვთქვათ თქვენთან საუბრის უფლება რომ მას შეეძლო იქ ბევრი პარლამენტარი ფული ეკეთებინა, ყოფილიყო ედიუდიო და მშვენივრად იქნებოდი კონფერენცია და განწყობაში. მე ამას ვუძახი, მე შემეძლო მე ხვიხვინა დღემდე. აგაშენათ. ხო, მაგრამ ისე პარლამენტში მოჭიდავებს და ძალოსნებს აჯობებდა. ეს არის კადრი. არც ერთ ჩვენთაგანს, აი ვთქვათ, ვინც აქ ვარ წარმოდგენილი. აგერ 32 წელი გავჭაღარავდით უკვე და ვერ ვხედავთ გამოსავალს. ხელში ამოსული ერთის, მეორეს და მესამე პოლიტიკური დიდი ძალების, ხო, დიდი მოთამაშეების აპატია და იდიოტიზმი. აპატია და ის მდგომარეობამდე მათ ქვეყანა მიიყვანეს. ამიტომ მე მოუწოდებ და ჩვენი სამეგობრო მოუწოდებს ყველა გულანთებულ ქართველს, ყველა პროფესიონალს, ყველა პატრიოტს, ყველას, ვისაც ტკივა საკუთარი მამული, საკუთარი სამშობლო, საკუთარი ქვეყანა, საკუთარი სახელმწიფო დავდგეთ, გავიაროთ. არც ერთ ნაბიჯს მე გაძლევთ ამის გარანტია. და ჩვენ ყველა თქვენგანამდე მოვალთ. რა თქმა უნდა, ყველა თქვენგანამდე მოვალთ, ყველა აზრი იქნება გათვალისწინებული და სწორედ ასე მივაღწევთ იმ დიდ გარღვევას, რაც ყველა სფეროშია გასაკეთებელი აბსოლუტურად. დარგი აღარ დატოვეს. ბოლო 32 წლის მანძილზე სახელმწიფოში ამ სახელმწიფოს მმართველებმა, მოქალაქეთა კავშირმა, ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ რომელიც გარღვევას არ საჭიროებს. ყველაფერი სახელმწიფოში მოწყობილია ისე, როგორც ეს ბრიუსელს უნდა, მოსკოვს უნდა, ან ვაშინგტონს უნდა. ჯანდაბამდე გზაკონია ერთსაც, მეორესაც და მესამესაც. აბადეთ, ეხლა მე არ მინდა კიდე იქით გამოსვლა, მაგრამ თუ ვართ ღირსი ამ საოცარი ქვეყნის, გამოვიყენოთ ის შანსი, რომელიც ეხლა პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ მოგვეცა, გავერთიანდეთ, მოვძებნოთ ერთმანეთი, ჩავჭიდოთ ხელი და როგორც ბატონმა დემურმა აღნიშნა, იმ დიდ ველზე სადღაც, იმ დიდ ადგილას სადაც ოდესღაც ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს ფიც ვერცხლი უჭამიათ, სადაც პირობა დაუდებთ. აი დაიდოს ქართველი ერის წინაშე და ნებისმიერმა პარტიამ, ნებისმიერმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ კეთილი ინებოს და დაიცვას ის თამაშის წესები, რომელსაც ქართველი ხალხი დღევანდელ და მომავალ პოლიტიკოსებს დაუწესებს. ხელში ამოსული ერთი კაცის გადაწყვეტილება, ერთი დედაქალაქის, მეორე თუ მესამე დედაქალაქის გადაწყვეტილება ამოსული. ამიტომ ერთიანდებით. ჩვენ სხვა
არაფერი არ გვაინტერესებს, ჩვენ საქმეში ვართ წარმატებულები, არ გვშია, არ გვწყურია, მე ვამბობ პირობითად, თორე დღეს ყველა ქართველშია და წყურია ზოგადად და უმეტესობას, ჩვენ აქამდე არ მოვსულ ვართ, არ გვინდოდა არაფერი, არ გვიომი არაფრისთვის, შევყურებდით, რომ ეს ბატონები ვიღაცა ვინც ტივტივებდა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ველზე ქვეყანას დაალაგებდა, მაგრამ მომიტევეთ ეს ვთქვათ, გონზო სიტყვები, ჩემი ფეხები ვერაფერიც ვერ გააკეთეს. რატო? იმიტომ რომ უცხოეთიდან, გარედან იყვნენ მართულები, დაფინანსებულები და ანგარიშვალდებულები. ბატონო ზაქაროვიდა, ნახეთ, შევყავს კატასტროფული პრეზიდენტი, რომელიც ამთავრებს, რომელიც უბრალოდ შევყავს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც შეურაცხყოფს ქართველის, შეურაცხყოფს სახელმწიფოს, გაშინალებაა ეს. ჩვენ გვინდა მოლოდინის რეჟიმში ვიყო? არავითარ შემთხვევაში. ახლა სიჩუმე არ გამოვა. მოლოდინის რეჟიმში. სიჩუმე არ გამოვა. ზაქარია ბატონო, გამოვა სიჩუმე? მოგესალმებით, ძიფასკალე მაყურებლებო. ცოტა ხმამაღლა არ ისმის ხოლმე თქვენი ხმა ბატონო ზაქარია. ჩემო მეგობრებო, ჩემო თანამემამულეებო. მე მინდა გაგახსენოთ, თუ მე მიცნობთ და ტელეკომპანია პეკატივის უყურებთ, მე მინდა გადაგახსენოთ თქვენ 2016 წლის ჩემი ერთ-ერთი გადაცემის ამონარიდი. მაშინ მე ვთქვი, რომ საქართველოს დღეს არის ძალიან უცნაურ მდგომარეობაში, დაახლოებით ისეთში, როგორშიც იყო ირანი და თურქეთი მეორე მსოფლიო ომის დროს. მილეთის ჯაშუშობა იკრიბებოდა იქ და ეს ის ორი ადგილი იყო, სადაც მეორე მსოფლიო ომის ბედი წყდებოდა უხილავ ფრონტზე, ასე ვთქვათ, ჯაშუშები ერთმანეთთან ცვლიდნენ ინფორმაციებს და დეზინფორმაციებს. საქართველოს 30 წელიწადია ეგეთ ქვეყნად იქცა და 32 წელიწადია უკვე. ზუსტად. დღეს საქართველოში აბსოლუტურად ზიმბაბვეს, ურუგვაის, პარაგვაის და ბურუნდის ქვეყნის ჯაშუშებით არის სავსე პარლამენტიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ცდილობენ პარლამენტში შესვლას. ეს არის ჯაშუშური სახელმწიფო. ამისი თვალხმიერება ჩვენ გქონდა წინა ხელისუფლების 9 წლიან მმართველობაში. ამისი თვალხმიერება გვაგვაჩნია ჩვენ 12 წლიან მმართველობაში ამ ხელისუფლების. საქართველო თავის პოლიტიკას ვერ ატარებს 32 წლის განმავლობაში. მე მინდა ერთი რამ გითხრათ, ჩემო კარგებო. ქართველებო, მამულიშვილებო, ჩემო ძმებო, ჩემო დებო, ჩემო დედებო და ჩემო მამებო, ჩემო შვილებო, პირველ რიგში თქვენ მოგმართავთ. ვიდმეს რომ არ აეტეხა ერთი ამბავი თქვენ გარეთ გამოხვიდობით. რომ ვამბობთ ჩვენ, რომ ჩვენ არავინ არ გვმართავს. პირველი ბგერა საიდან წამოვიდა. თქვენით მიხვდით, რომ თქვენი ხმები მოიპარეს. ეს არის სასწაული და ეს არის საოცრება, თქვენ იმაზე ფიქრი საერთოდ არც გჭირდებოდათ მოიპარეს თუ არ მოიპარეს თქვენი ხმები, ჯერ თქვენ განათლება უნდა მიგიღოთ. საქართველოს ჭირდება განათლებული ახალგაზრდობა და შთამომავლობა. თავისუფლება განათლების მონაპოვარია. რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო მეტად ზღუდავს თავის თავისუფლებას და ამის აჩვენებს, რომ ის თავისუფალია, მას შეუძლია თავისი უფლებების შეზღუდვა. მეტი პასუხისგებლობა აქვს. ჩემო კარგებო, მე დახლავართ ზაქარია როჭიკაშვილი. თქვენზე მოფიქრალი ადამიანი, რომელიც
ვარ 1999 წლის 9 აპრილის საგაფიცო კომიტეტის წევრი. ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ გაერთიანების. სხვა შორის მინდა გითხრათ თქვენ, რომ როდესაც ეს იდეა ჩაისახა ჩვენ შუაში, მაშინ თქვი ჩვენ უკვე ასაკითი მხელები ვართ, რომ ჩვენ აღარ შეგვიძლია რომ უფლებაც არ აგვაქვს, რომ ჩვენ შეცდომა დავუშვათ. იმიტომ რომ ჩვენ ამ შეცდომის გამოსწორების საშუალება აღარ გვექნება. დრო არ მოგცემს ამის საშუალებას. ამიტომ იყოს ნება უფლის და ჩვენ კიდევ ერთხელ შევითქვათ და კიდევ ერთხელ თქვათ ერთობა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. ქვეყანა როდესაც ამდენი ჯაშუშების გარემოცვაშია და თვით პრეზიდენტის ჯაშუშია. გაცხადებული ჯაშუშიდან. კი ბატონო, რომელსაც დღეები აქვს დათვლილი და 29-ში ძალიან დიდი გულისხმარცხალი თველდება მთელი საქართველო, რომ ნეტა 29-ში რა მოხდება, არაფერიც არ მოხდება. ჟანდარმერიის ოფიცერი ხალბატონი სალომე ზურაბიშვილი დატოვებს საქართველოს ჩვეულებრივად, იმიტომ რომ არ გამოვა. იმ დღეს რას თქვა თქვენთან გამოსვლის შავს, რომ ჯარის სარდალი ისევ მე ვარ. ამ ქალს ცოტა ხომ არ ძმარავს მაპატიეთ. ისევ გორჯესტანის ფიქრებშია. ეს ის ქალბატონია, რომელმაც საქართველოს სულნათი პრეზიდენტი პირველმა შეურაცხო. 91 წელს. ჩემო შვილებო, სად გახართ? მე იმას არ გეუბნებით, რომ მთავრობის ხარეს დადეკით მეთქი. მთავრობა ზუსტად იგივე ჯაშუშია, რაც პრეზიდენტი იყო. სხვათა შორის ამ მთავრობამ უნდა დიდი პასუხისმგებლობა აიღოს და პასუხიც უნდა აგოს, რომ აი ეს დედაკაცი გაგვიპრეზიდენტა. არ უნდა აღიაროს რა დონის დედაკაცი? ზეგავლენას დაეკავება. არა, მე სახელი თუ ეკუთვნის. გორჯესტანისთვის დედა, მაპატიეთ. მოდით ისიც რა, ძალიან გთხოვთ, ძალიან სერიოზულად ვსაუბრობ მე და ბატონო. ჩემ შთამომავლობასაც მიმართა. მე 5 შვილის პაპა ვარ. 7 შვილის პაპა ვარ და 3 შვილის მამა ვარ. და დაახლოებით ამასინათ უბრალოდ დავინტერესდი და ვფიქრობდი, რომ ყოველდღიურად 16 გამარჯვებას ვიძახი. 10 დღეში 160 გამარჯვებას ვიძახი. 640 გამარჯვებას ვიძახი თვეში. 35 წელიწადია ექიმი ვარ. თქვენ წარმოდგენთ, გაქვთ რამხელა ამორჩეველი. თქვენ წარმოდგენილი გაქვთ რამხელა ამორჩეველი ყავს, აბა წელიწადზე გადაამრავლეთ 640 და გადაამრავლეთ 35 წელზე. მე და ჩვენ ჯგუფს გამოცდილება გვაქვს ბევრი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ძმაკაცი ძმაკაც როგორ ესვოდა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ძმაკაცი ძმაკაც დედას როგორ აგინებდა. შეუნდოს ორივეს. ორივე მხარეს. თქვენ არ იცით ძმათან ჭიდილი რა არის. იმიტომ რომ აპატიეთ და დღეს საქართველოში ერთი შვილიც სანატრელია ოჯახში. მე დედის მეხუთე შვილი ვარ. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ სულ ყველა და სხვა გზა არ არის. ისე ბებერი ხარის რქები უნდა ჩაებან საქმეში. თქვენ წარმოიდგინეთ ჩემო ძვირფასებო. ჩვენ ერთი პოლიტიკური შეხედულების ხალხიც არ ვართ. ჩვენ ერთმანეთის შევკრიბა თქვენ მაგასაჭირმა შვილებო.
მე და ბატონი დემურ გიორხელიძე უდიდესი პატივისცემა ჩვენ ერთმანეთის. მე უდიდესი პატივისცემა ვქენი, მაგრამ ჩვენ არასდროს ამ გაერთიანებაზე ერთად არ ვისაუბრებთ ბატონო. დემურ შეიძლება კაი ხინკალი გვეჭამა და საქართველოს დაგველოცა, იგივე ბატონო გიგლა და იგივე ბატონო დავით. მაგრამ ჩვენ ვალდებულად ვთვლით ჩვენ თავს, რომ ჩვენ ვიაროთ წინ გზადაგზა, როგორც მეგზურმა, როგორც ჭაობში მეგზურის გარეშე ვერ გაივლით. ეს ჭაობია საშინელი. ამ ჭაობში უნდა ვიაროთ ჩვენ, მეგზურები გვჭირდება. და უახლესი ისტორიის თვითმხილველი და ობიექტური შემფასებელი გელაპარაკებათ თქვენ, რომელიც მონაწილეობთ უშუალოდ შიგნით. ისინი, ვინც ამ ეპოქაში მოძრაობდნენ, ცალი მხრიდან იყურებოდნენ მხოლოდ და იმისთვის, რომ მოვლენა სწორად შეაფასო, ორივე მხრიდან უნდა შეხედო. თქვენ სამხრივი ხალხის ზემოქმედების ქვეშ ხართ. ჩვენ გვჭირდება ორმხრივი ხედვა და მთავარი არის საქართველოსთვის, დღევანდელი საქართველოსთვის, რავენაირად გამოვიდეს იმ სიბეციდან, რასაც ქვია არჩევანი ჯაშუსსა და ჯაშუშს შორის. მოაკეთებთ ამას შვილებო. ჯაშუში იქნება ამ ქვეყნის თუ ჯაშუში იქნება იმ ქვეყნის. ქვეყნის მნიშვნელობა არ უნდა გქონდეს, ორივე ჯაშუშია. რა მნიშვნელობა აქვს რუსეთუმეა თუ ევროპუნემეა თუ რაფია? ხო. თუ ამერიკუნემუია თუ რანაირად ითქმება ეს კაცო? რა გჭირთ? ქართველობა დაგავიწყდა. ახარ გინდათ ქართველობა. აი ესეთი ძალიან ძიმე მომართვას ვაკეთებ მე თქვენთან. იყავით ქართველები და დაიკაპიცეთ ხელები და თუ 16 გამარჯვებას ვერ იტყვით, დღეში 2 გამარჯვება მაინც ატყვით და იმუშავეთ, იშრომეთ. იშრომეთ საქართველოსთვის და იომეთ საქართველოსთვის და არა ვიღაცის პოლიტიკური ინტერესების აღსასრულებლად. ჩვენი ჯგუფი თავს გრძნობთ ჯანმრთელად. არავის არ გვაწუხებს არც ფილტვების ანთება და არც არაფერი. და ხვალ თუ რამ დაგვემართება, ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან მოგვივა და აი ამაზე ამოიღეთ ხმა. ჩვენ მივდივართ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში, რომელზეც შევიფიცეთ და ისევ ჩვენი მომავლის გულისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მინდა ერთი რამ დავამატო ბატონო გიდლა. 2025 წელიწადი მოდის და აღმოსავლური ჰოროსკოპით გველის წელიწადია. გველის სიბრძნე მოგცეთ შვილებო. გველის სიბრძნე მოგცეთ და შვილებო დაგვიბრუნდით. დაანებეთ ამ ხორუმით როგორ გითხრათ უკაცრავად ნუ შემეშველებით. აი ამ შთამომავლობის გარეშე საზოგადოებას დაანებეთ თავი. დაანებეთ ლევან ბერძენიშვილს და მის თანებს თავი. დაანებეთ აი ამ ხალხს თავი, რომლებმაც ტვინი იქამდე მოგიტრიალოთ, რომ თქვენ ჯაშუსსა და ჯაშუშს შორის გარჩევიებენ რაღაცას. მე თქვენ მიყვარხართ საქართველოს ხარეს დადეკით. თქვენი თავის ხარეს დადეკით, თქვენი მომავლის ხარეს დადეკით, თქვენი შვილების ხარეს და ეს ქვეყანა რამენაირად შემოვრაგოთ და ვიყოთ ერთად. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მე შეგხვდებით აუცილებლად და ჩვენ შეგხვდებით აუცილებლად და ხშირად ვიქნებით თქვენ გვერდით. ის შეცდომა რაც ჩვენ დაუშვით, რომ ამდენი ხანით ჩვენს გარეშე იცხოვრეთ თქვენ, ამას გამოვასწორებთ და ძალიან ხშირად ვიქნებით თქვენს გვერდით. რაც ბატონი ზაქარია ამბობს, მე ოდნავ სხვანაირად ვიტყვი. ის საქმე, რომელსაც ჩვენ მოვკიდეთ
ხელი ენის მოჩლეკით არ კეთდება. არა. ამიტომ არის მე უდიდესი გულის ტკივილით როცა მივმართავ მოტყუებულ ახალგაზრდობას ეს გულის ტკივილი არის თქვენ დავით სიყვარული რო არ იყოს და თქვენს გარეშე არ არის ამ ქვეყნის მომავალი მაგრამ ეს თქვენ უნდა ჩაიბაროთ ამიტომ არ იქნება ენის მოჩლეკით საუბარი იქნება ღია საუბარი იქნება მკაცრი საუბარი მაგრამ როდესაც ასეთ საუბარს იწყებ ღმერთის წინაშე ქვეყნის წინაშე და შენს გვერდით დგომი ადამიანის სინდისთან მართალი უნდა იყოს დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ღმერთმა კარგად გამყოფოთ დღეს არის უდიდესი გამყოფოთ და დანარჩენი უკვე ჩვენ შრომაზე დღეს არის უდიდესი დღე ბატონო დემურ მაპატიეთ დამავიწყდა ეს უნდა მეთქვა უცნობად დღეს არის ყოველთა მოწამეთა დღე და დღეს ალბათ ესაც თავისებურად სიმბოლურია რომ ჩვენ ყოველთა მოწამეთა ხსენების დღეს ჩვენ მოწამეობრივ ცხოვრებას ვიწყებთ თქვენთვის დამდეგს მეც გილოცავთ მეგობრებო და ძალიან ხშირი შეკითხვა შემოდის ხოლმე ბატონებო რომ აი 31 მარტამდე რატომ გადადეთ მაგრამ იმდენი სამუშაო აქვს ტექნიკური ორგანიზაციული სამუშაოები რომ ჩვენ წეგან პასუხისგებლობაზე ისაუბრეს ჩვენმა მეგობრებმა ხო მოგვეხმარონ და იმდენი საქმეა გასაკეთებელია იმ ხელა პასუხისგებლობაა ეს საქმე რომ ჩავარდეს ჩვენ არავის არ გვეპატიება ამიტომ ეს ყველაფერი გათვლილია პასუხისგებლობაზე და ორგანიზაციულ საკითხებზე არაფერი არ არის დაგვიანებული და ჩვენ ძველი ახალი წლის შემდეგ ძველით ახალი კალენდრით ახალი წლის შემდეგ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით უკვე პირდაპირ ეთერები განვახორციელოთ ამაზე მუშაობთ რომ ახლა რაღაცა პატარა ოთახიც მოვაწყოთ ისე რომ აი ეს კალენდრში თქვენ ხედავთ ხო სად წელს ჩვენ და აღნიშნეს კიდევაც წინა იმაში კომენტარებში ხედავთ როგორ უჭირთო ხალხო მაგრამ იცოდეთ მეგობრებო რომ აი ეს ჯობია არა ეს ჯობია ვიდრე ჩვენს უკან ვიღაცები იდგნენ და გვმართავდნენ არ გვინდა ჩვენ არავისი ჩვენ მოდივართ სუფთა ხელებით მართალი გულით ქართველები მოდივართ თქვენი გულები რომ ვიპოვოთ ყველა ქართველის გული რომ ვიპოვოთ და ყველა ერთად გაგაერთიანოთ და აი ეს გული გამკურნოთ ყველასი და ყველა ემიგრანტი საქართველოში დავაბრუნოთ ერთ სიტყვას დაუმატებ მხოლოდ თქვენ კარგად უნდა გეცმოდეთ ჩვენი პასუხისგებლობა იმიტომ რომ ჩვენ როგორც ორგანიზატორებს შეცდომის დაშვების უფლება აქვს ჩვენ შეცდომა რომ დავუშვათ ამ შეცდომას სხვების სიცოცხლე შეიძლება შეიძლება ამიტომ ძალიან კარგად არის ყველაფერი გააზრებული ამისთვის ჩვენ პირველად ყველა მზადა ვართ ყველაფერზე ეს ქვეყანა გადარჩება ნებისმიერ ფასად რადაც არ უნდა დაჯდეს ჩვენი არა და ჩვენთან ერთად დაიღუპება არა ამ შეცდომის დაუშვებლობა ჩვენ ძალიან ფრთხილ ნაბიჯებს, ძალიან მოზომილ ნაბიჯებს გვადგმევინებს და ერთი რამ იცოდეთ რომ რასაც გადავწყვეტ, ერთად გადავწყვეტ, რა ნაბიჯებსაც მომავალში გადავდგამთ, ერთად გადავდგამთ. თქვენ დაინახავთ რომ რას წარმოადგენს ადამიანთა ერთობა, რომელსაც თავისი ქვეყანა, თავისი წარსული აწყო და მომავალი უღირს და უფრთხილდება იმ ფანტასტიკურ კულტურას და მის წარსულს, რომელმაც იგი დღემდე მოიყვანა. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ბატონო. კი ბატონო. თქვენსია ძვირფასებო, ჩემო კარგებო და ისევ ახალგაზრდობას მოგმართავ თქვენზე დამოკიდებული, რამდენად გამოაჩენთ სამშობლოს სიყვარულს. სამშობლოს სიყვარული ლოზუნგებში არ არის მხოლოდ სამშობლოს სიყვარული, არის შრომაში და სამშობლოზე ფიქრში. იფიქრეთ, ფიქრი, განსჯა და სწორი გადაწყვეტილებებისკენ სწრაფი. კი ბატონო, დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს, მეც დავამატებ ორი სიტყვას და ამით დაგვიმშვიდობებით.
რა უნდა დავამატო მეტი არაფერი, გარდა იმისა, რომ ვინც გვიცნობს, ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენს უკან მართლა დიდი რაოდენობით არის ადამიანი, გონიერი ადამიანთა ერთობა, რომელთაც ტკივად ეს სიტუაცია შექმნილი და მისი გადაჭრის გზებზე ფიქრობენ. მოდით ერთად ვიფიქროთ, ერთობა დავთქვათ და ზუსტად ბატონ დემოს დავეთანხმები, მოვიდეს იმ მაგიდასთან პოლიტიკურ ახალ მოვიდეს ყველა პოლიტიკური ძალა, მაგრამ ყველასთან იქნება ხისტი საუბარი. ის რაც აქამდე არავის არ გაუკეთებია. რატომ არის ეს ქვეყანა ასეთ დღეში? პასუხი უნდა მოეთხოვოთ მოქალაქეთა კავშირს, მოეთხოვოს ნაციონალურ მოძრაობას და მოეთხოვოს ქართულ ოცნებას. რატო აღმოჩნდით ამ წუმბეში, სადაც ყოველი გაფართოება ჭაობის არ იყოს ერთი წუთი? ხათაშორის ბატონო გიგლა პასუხი უნდა მოეთხოვოს უზენაეს საბჭოსაც. დიახ. ამდენი ხანი სიჩუმისთვის და კიდე 1000 რაღაცა დრო არიან შაკალოზე რო დადიან ამდენი ხანი. კიდე გაფანტულები რო არიან და კიდე რაღაცა უაზრო იმებს უჭერენ მხარს, მაგრამ მოვა ამისი დრო, ყველასთან ძალიან მკაცრი შეკითხვები დაისმება და სწორი პასუხების ამოღერვის საშუალება მოგეცემა ყველას. ჩვენ ერში და ბერში გვყავს ისეთი ხალხი, რომელსაც დაყრდნობა შეიძლება რომელთან ერთად, როგორც გამოთქმა არსებობს, დაზვერვაში შეიძლება წასვლა, იმიტომ რომ ისინი ზურს უკან არ დაგიდგებიან და არ გესურიან. აი, ასეთი ხალხის ერთობა უნდა გაკეთდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩვენს, ასე ვთქვათ, ამ ეთერებს ამ მიმართვას დიდი გამოხმაურება ექნებათ. ვინმეს ექნება ჩვენთან პრეტენზია პირადად კომუნიკაციისთვის ღია ვართ ყველასთან. კი ბატონო დავთქვათ, ბოდიშია მოსახდელი მოვიხდით, მაგრამ მე მგონი ჩვენი ცხოვრების წესით და რიგით ჩვენ ნაკლებად გვაქვს ეგეთ რაღაც. ჩვენ შეუხებლები არა. ხო, მაგრამ ერთ რამეში ერთმა ჩემმა სტუდენტმა რომ გამოიშურა ხელი და პირდაპირ თქვა შენ ხარ დამნაშავე და შენი თაობაა დამნაშავე. აი ეს სიტუაცია თქვენი სიჩუმით აქამდე მოხვედით და აბსოლუტურად დავამართე ისა რა ქვია დავეთანხმე იმ გოგონას და როგორც თქვენ დავმოждდი ბატონო მართალი იყო. ჩვენ ფეხებზე დავიკიდეთ შევარდნაძის დროინდელი დაუსრულებელი ვიმეორებ მე ამ ჩემს ასე ვთქვათ შეფასებას და ანალიზს დაუსრულებელი პარტახიზაცია და პრიხვატიზაცია ბოდიშია ჟარგონისთვის ნაცების რეჟიმის დროს მოვითმინეთ სააკაშვილის ხელისუფლების დაუსრულებელი ჯალათობა და წამება რა წამებაზე ეხლა საუბარი წამება მაშინ იყო თუ იყო და ქართული ოცნების დაუსრულებელი 12 წლიანი უნიათობა და კორუფცია იმპოტენტობა ხასუსვამ პოლიტიკური იმპოტენტობა იმიტომ რომ ესენი ვიღაცის დაკოლზე და ვიღაცის იმაზე. ეხლა ამოიღეს და ეხლა გამოიჩინეს ფხა. სად იყვნენ აქამდე 12 წელი ჭკუაზე არ ვიყავით. ხო? კი ბატონო. ამ დღემდე მოვედით ეხლა ამ სიტუაციამდე და იმის ნაცვლად რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ასე ვთქვათ ინტელექტის და ცოდნის მატარებელი ხალხი გვერდზე დაიყენონ, მოკლედ განათლების სისტემაში იურისტია, სოფლის მეურნეობის სისტემის მინისტრი იურისტია. რა გახდა? რა იურისპრუდენცია საქართველოში არის მაპატი და გაუპატიურებული ბოლომდე. დეკემბერ-იანვრის მოვლენები პარლამენტში მოჭიდავია. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი პოლიციელი. რაზე საუბარია? თქვენ სად ბანა ვინ გინიშნავთ? ბრიუსელი გინიშნავთ ამ მინისტრებს თუ განიშნავთ? ჩინახიდაშვილის მინისტრობა. დავიჯერო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. ვისაც ყვევთ თქვენ? ვისაც ვეყოფა ეს გაგვიგრძელდა? მიხვდა ალბათ ჩვენ ხვდებით რა სიტუაციაში ვართ, ამიტომ შემოძვირფასებო ჩვენ მალე შევხმით საინფორმაციო ველს იმისთვის, იქნება საიტიც, იქნება კოორდინატებიც, იქნება ოთახიც, იქნება ტელეფონებიც, მანამდე ღია ვართ 4-ვე, ღია ვართ პირადი კომუნიკაციისთვის, იდეებისთვის, ჩაეწერეთ, გამოგვეხმაურეთ, მოგვაწოდეთ იდეები და ის დიდი ერთობის და მოგვეხმარეთ. თავარი არის მოგვეხმაროთ. კი, უნდა მოგვეხმარონ, კი. კვირაში 2-3 გადაცემა გვექნება, მე უკვე მეზობლად რო არის ვიღაცა ღირსეული ადამიანი, გითხარით რომ აი სიტყვაზე ვამბობ რომ ონის რაიონში ეს კაცი არის აქ უნდა იყოს მორჩა ასეთი არის ხულოში ასეთი არის მოგწერეთ რომელი ქალაქი და საკოორდინაციო ის ტელეფონის ნომერი არ გვიჭირს ვიცი ყველაფერი მივახცევთ იმას რომ ჩვენ კომუნიკაცია გვექნება ყველასთან და ქართველთა დიდი ერთობა დიდი გაერთიანება პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად და იქ ვისაც ექნება და ხალხი მისცემს ლეგიტიმაციას
რომ ხალხს ელაპარაკოს და ამის უფლება ექნება მას თავისი წარსული, თავისი პირველ რიგში პროფესიონალიზმი, იმიტომ რომ წარსულს კიდე რაღაცას უზომს არა, ადრონდემო ადამიანი, თუ თლად ეხლა თლად კაცი ჭამიები და ისინი არ იყვნენ, ხო, თქვა, აი ახალებებისნაირი კლანი, ყველაფერს მოევლება ამ ქვეყანასა და საშველი. კი ბატონო. და თავამთავრებ ჩვენი ხწოვანი პოეტის დარიელ ჭანტურიას სტრიქონით საქართველოსთვის ბიჯებელს სწორდით. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობთ. გადამეფარე დაეწერა კავშირი. ხო, არაფერია.